გამარჯობა, მოგესალმები ჩვენს YouTube არხზე Chilosophy. დღეს ლაშა ისევ დაგვიბრუნდა, ერთად გამარჯობა. განვიხილავთ თემას, რომელიც საინტერესებდა ჩვენს ერთ-ერთ მსმენელს. ეს ეხება ეგოიზმი და კონკურენცია სამუშაო გარემოს. და ესეთი კითხვა ქონდა და ამასაც აუცილებლად ჩავშლით, როცა გბლოკავენ სამსახურში, იმის მიუხედავად, რომ შენ საკმაოდ ბევრი გიყრია თავში და რატომ შეიძლება ხდებოდეს ეს? როგორ უნდა მივუდგეთ მსგავს ადამიანებს ან უფროს? თავიდან დავიწყებთ იმით, თუ ზოგადად რა არის ეგოიზმი? თუ შეიძლება. ეგოიზმი არის კონცენტრაცია საკუთარ თავზე, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ და ქმედებს ახორციელებ მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან. სწორად თქვი? კი, მე სწორად მივიჩნიე ეს თქმული. დამიდასტურა ხოლმე. კი ბატონო, და განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს. ახლა მაგალითად კოლეგა, მყავთ ისეთი კოლეგა, რომელიც თქვენს აზრებს, მაგალითად რამდენიმე წუთით ადრე დიალოგში შეხვედ იმასთან, შესთავაზე წარმოუდგინე შენი შეხედულება, შენი აზრი და უცბად ხედავ, რომ უბრალოდ მიხვედით და შენი აზრი მიითვისა. იმან გამოთქვა, რომ ეს ახლა არ გვექნა. მოიცა, უფროსმა მიითვისა თუ თანამშრომელმა? ამ შემთხვევაში თანამშრომელმა, შენმა კოლეგამ. თუმცა უფროსის მხრიდანაც ხვდებით ხოლმე, ხა რაღაც ფილმს უყურებთ და ცოტა ზუსტად ეგ მქონდა, მაგიტო ჩავწერე პირველ რიგში. რა იდეებს ითვისებს? ხო. მანდ ჩანს ეგოიზმი. კარგი იდეებს თუ ითვისებს, კიდე კარგია. კიდე კარგია. მაგრამ ეხლა გვაინტერესებს, ეგოიზმი რო არის გავიგეთ, მაგრამ მიდგომა გვაინტერესებს, ან რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში იმ თანამშრომელმა, რომელიც დაჩაგრულად მიიჩნევს თავს, ტოქსიკურ გარემოში თulis რომ არის, რადგანაც ისეთი რამე მოხდა. ტოქსიკურ გარემოზე ბევრი საუბარი შემიძლია. ისეთ ადგილებზე მაქვს ნამუშევარი, რომ კი, შემიძლია მაგაზე საუბარი. კაი, მოდი იცი როგორ ვქნათ ჩვენ, რომ განვიხილოთ მაშინ ორივე პერსპექტივა, ხო? ერთისაც, მეორესაც, ანუ ვთქვათ, მე და შენ ვართ თანამშრომლები, ხო? და მე რაღაცას გეუბნები, რაღაცა იდეა გაიცი, რა მაგარი იდეა მომივიდა, რომ რაღაცა ესე ხარ გაგვეკეთებინა. საშაურმე გავხსნა. ხო. და შენ მიდიხარ და ხსნი საშაურმეს ისე რომ მე არ მაგებინებ. მაგაში სიმართლე რო გითხრათ, სულს ვერაფერს ხედავ, უბრალოდ შენი დამოკიდებულება უნდა შეცვალო რა. თუ ხედავ რომ ადამიანი შენი იდეებს ითვისებს, უბრალოდ აღარ გაუზიარებ იმას. აღარ გაუზიარებ, მაგრამ თუ ეს მსგავსი რამე დიდ კომპანიაში და ხშირად ხდება, არც იმ კომპანიას არ გაუზიარებ. ხო. რატო ამბობ, რომ მქონია ისეთ შემთხვევებიც, როცა მე მეგონა რომ ძალიან გენიალური იდეა დამებადა და მართლა კაი იდეა იყო რა. და მე გავაკეთეთ კიდეც ის პროექტი. უბრალოდ მე ჩემი ჩართულობა იმ პროექტში არ იყო ისეთი, როგორცაც ვისურვებდი რომ ყოფილიყო. და ცოტა იმედგაცრუება მან მქონდა რა, ცოტა მოდიფიკაცია განიცადა იმ პროექტმა და ისე გავაკეთეთ. მაგრამ მე რომ დავფიქრდი, მარტო საერთოდ ვერ გავაკეთებდი რა მაგას. გავიგე, მაგრამ შენ ხო დაიჭრდილე. ხო, კი, ნაწილობრივ კი. ხო და მე ეგ ხო არ არის სასიამოვნო? არა, სასიამოვნო არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ შეხედავ ისე რომ იქ ცოტა სხვა სპეციფიკა იყო კიდე, იმიტომ რომ ადამიანებს ეხებოდათ ვისი ცხოვრებაც ნაწილობრივ მაინც შეიცვლებოდა რა და როცა ხედავ რომ ვიღაცის ცხოვრება ცოტა იცვლება, მე თითქოს არ ვიცი შენ ფაქტიურად შეხედე ისეთ ჭრილში რომ აი გუნდმა რა შედეგი დადო. მაგრამ შენი პერსონა დაიჭრდილა შედარებით, ასე ვთქვათ. ხო, მან კიდე იცი რა მუშაობს ხოლმე. და გიჩნდება რა შენ თქვი აუცილებლად. იცი რა მუშაობს ხოლმე მან კარგად, რომ თუ კი შენ თუ შეფასება არ არის ძალიან დაბალი, მაღალია, მაშინ ხვდები იმას, რომ ეგ ერთადერთი იდეა არ არის, რაც შეიძლება შენ მოგივიდეს რა თავში. მაგაზე კარგი იდეები შეიძლება რომ მოგივიდეს. და თუ კი მაგას ხვდები, მე თითქოს ის კონკრეტული აზრი ცოტა უკანა პლანზე გადადის რა. ეხლა ორი რამე მქონდა მან. პირველ რიგში
მაგალითად, რაც წეღანი თქვი, რომ გუნდთან ერთად მუშაობ, რაღაცა პროექტია და რა შედეგსაც დადებ, ამ შემთხვევაში ის არის მნიშვნელოვანი, შენ ამას იაზრებ და შენ პერსონას ასე ვთქვათ, უკან წევ. არა უშავს თუ დავიჩრდილებ, თავარია, რომ აი ესეთი შედეგი დავდე, ამას მივაღწიეთ და ასე შემდეგ. წაწყელი მერე? და თუ ამას იაზრებ, ესე იგი მაღალი ინტელექტი გაქვს, ემოციური, გუნდურ მუშაობაზე ხაზს უსვამ, რა მაგარი ვარ, მაინც რადგან ეს შედეგები დავდეთ, არა უშავს თუ ესე მოხდა, მაგრამ მეორე არის ის, რომ ესეთი რამე ხშირად ხდება. ხშირი ხასიათი აქვს. და ეს გარემო აღარ მოგწონს შენ კაცო, კი, გაია რომ გუნდს აქვს პლუსები, რა მაგარი პროექტებს ვაკეთებთ ის, მაგრამ მე რო ვიჩრდილები უკვე აღარ მომწონს კაცო, რაღაც თავდაჯერება მიქრება. გავიგე, ნახე, ტოქსიკურ გარემოში თუ მუშაობ, გაქვს ორი არჩევანი რა. ან უნდა იმუშაო იმაზე, რომ შეცვალო ეგ გარემო, ან ნებისმიერ შემთხვევაში მაინც იმუშაო, რომ შეცვალო და თუ ვერ ცვლი, მე გაიცალო მაგ გარემოს რა. ხო, ზოგჯერ გაცვლა ჯობს ხოლმე. სადაც არა შევს. იმიტომ რომ სხვის შეცვლაზე ზოგადად როცა ვსაუბრობ, ძალიან რთულია. თუ ხარ მენეჯერულ პოზიციაზე, შეიძლება კიდე რაღაცა გქონდეს წონა, ასე ვთქვათ, მაგრამ სხვის შეცვლაზე არა მარტო, ანუ არ არის აუცილებელი რომ მენეჯერულ პოზიციაზე იყო იმისთვის, რომ რაღაცის ცვლილება დაიწყო რა. მენეჯერულ პოზიციაზე თუ ხარ მით უმეტეს ბევრი შანსი გაქვს მაგისა, მაგრამ რიგით თანამშრომელი ხარ მაშინ და ვერ ცვლი რა იმას გარემოს. იმედგაცრუება გიჩნდება, მე შეიძლება წასვლა გინდოდეს, ან უბრალოდ იმის გამო იმუშაო, რომ არ ვიცი, ხელფასი გაქვს კარგი, ან რაღაცა ვინმე მოგწონს, ან რა ვიცი, მე რაღაცის გამო შეიძლება დარჩე რა იმ კომპანიაში. ხო, მაგრამ ალბათ მინიმალური ხელშესაჭიდი გაქვს და მინიმალურ სიამოვნებას იღებ უკვე იქ მუშაობ. კი, უბრალოდ შანსი იმისა, რომ შენ იქიდან წახვიდე, მე ძალიან მაღალია, ხო? ანუ პირველივე შემთხვევა, როცა გექნება იმისა, რომ უკეთეს ან იგივე პოზიციაზე მაინც გადახვიდე სხვაგან, დიდი შანსია რომ წახვიდე. ხო, აუცილებლად. მეორე ვარიანტი მქონდა ესეთი თანამშრომელი, რომელიც შენზე, ანუ რომ მიდიხარ სამსახურში და სწრაფად რთავს კომპიუტერს, იმიტომ რომ ქულები დაეწეროს, იმიტომ კი არა, რომ სამუშაო კარგად შეასრულოს. მაგას ვერ მოხდა. ანუ არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები, რომ პირველობა რა უნდა, ანუ თუნდაც შეკრებაზე, კომპიუტერის ჩართვა რა შუაში. ან კომპიუტერი ისე ვთქვი რა, მაგალითის სახით. პროსტო ვითომ მუშაობს, ოკეი. ვითომ მუშაობს. ან რაღაც შეკრება გაქვთ და პირველი არის რომ ხელი აიციოს, რომ რაღაც, ანუ შეიძლება რაღაც დაახეთქოს. მაგრამ მაინც პირველი აი ყბედები რო არიან ხოლმე და უაზროდ ილაპარაკოს, ოღონდ ილაპარაკოს და მაგ დროს ხო შეიძლება შენი ცოდნა სულ დაიჩრდილოს, მიიჩრდილოს და არ გამოჩნდე. საერთოდ არ გამოჩნდე. იმისი პრობლემა არ არის, ეგ შენი პრობლემაა. აუცილებლად, ანუ მე არ ვამბობ იმას, რომ ვიღაცის პრობლემაა. უბრალოდ აი ეგოიზმი ამ შემთხვევაში იმის ეგოიზმზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა. არ არის იმისი ეგოიზმი, ეგ შენი ეგოიზმი უფროა, იმიტომ რომ ხედავ იმას, რომ აი იმას არ შეუძლია რაღაც გააკეთოს და შენ თითქოს რაღაცა ჭრილში გახარ რა. მაგრამ ვინ გიშლის? უბრალოდ ლაპარაკი არ გიყვარს თავის წარმოჩენა ესე და გირშევნია რომ აღმოგაჩინონ ვიდრე შენ. გაიმჯობესე უნარები. ხო, გაიმჯობესე უნარები. უბრალოდ არის ხოლმე ეგეთი ეგოიზმის შემთხვევები მქონდა რა, ანუ ესეთი თანამშრომლებიც არსებობენ, რომ პირველი. ხო, ესეთი თანამშრომლებიც არსებობენ, როცა ასრს ითვისებენ და აი ეგოიზმის ისინი მქონდა რა, სხვადასხვა სახეობები, ხო, რა ვიცი, როგორც სამსახურებში. კი, ეგეთი ტიპებიც არის. ნახე, მენეჯერის პოზიციიდან რომ კაი, მოდი ჯერ თუ გინდა მაგას გავყვეთ და მე მენეჯერის პოზიციიდან ჯერ მოდი თანამშრომლის პოზიციიდან შევხედოთ. შენ ამბობ, რომ ესეთმა თანამშრომელმა, ვინც ფიქრობს, რომ იჩრდილება და შეიძლება მართლა დაიჩრდილოს, უბრალოდ უნდა გაიუმჯობესოს უნარები, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია თუ თავი. ან თუ შეფასება აიმაღლოს და თუ ნახავს, რომ იმ ადგილას არ აფასებენ მის იდეებს, ან აღარ თქვას ან ითვისებენ რა მის იდეებს. ან უბრალოდ აღარ თქვას და თვითონ გააკეთოს, ან სამსახურიდან წამოვიდეს. ძალიან მარტივია. ხო, ეხლა არა მარტივი არ არის სამსახურიდან წამოსვლა. არ არის ხო მარტივი. კი ვამბობთ ხოლმე და კი ვისმენთ ხოლმე რაღაცებს, რომ თუ არ მოგწონს წაადი დატოვე სხვა იდეები. ნუ ამ ქვეყანაში უმეტეს არ არის მარტივი. მენეჯერული პოზიციიდან შევხედოთ ახლა ამას, რომ ხედავ რომ ვიღაცა ამბობს და ახეთქებს ისეთ რაღაც სისულელებს, ოღონდ ილაპარაკოს და ილაპარაკებს ნებისმიერ რამეზე. აი მე რამდენი გამახსენდა ახლა მენეჯერების გადმოსახედიდან
ღმერთო ჩემო. და ვიღაცა კიდე ანუ ჩუმად არის და მენეჯერმა რა უნდა ქნას? ნახე მენეჯერის სკილები, უნარები მარტო მართვა ხო არ არის? ან მენეჯერულ პოზიციები არის, ძირითადად შუარგოლები არიან, ხო? ან მას რა ქვია, რიგით თანამშრომლებსა და ზედა მენეჯმენტს შორის, ან დამსაქმებელ შორის. ყველაზე ცუდი პოზიციაა იდეაში რა. მართლა. ხო, ხიდი ხარ ხო რაღაცა? კი, ანუ ნახე, ორივე ზეწოლა შენზე მოდის, ორივე მხრიდან. მას რიგით თანამშრომელს რამე პრობლემა აქვს, მიდის ეუბნება შუარგოლის მენეჯერს. მას ზედარგოლის მენეჯერიც ამასთან მოდის რა. ანუ ყველაზე ცუდი პოზიციაა იმის გამო, რომ ორივე მხარის პრობლემები მოდის შენთან, მაგრამ გადაწყვეტის ბერკეტი ნაკლებად გაქვს რა. ეგ მაინც ზემოთ აქვს. კი. და მე უკმაყოფილება ჩენ გეჯახება. ხო, თავისთავად ორივე მხრიდან ისე. მქონია ეგეთი ისიც რა, გამოცდილებაც და ძალიან ცუდია. და ერთხელ მქონდა ერთმა თანამშრომელმა მთხოვა რაღაცას გაკეთება, რაც მისთვის, ანუ ისე პირადულად იყო რა, მნიშვნელოვანი. და მოუგვარა. და ერთ კვირაში თათბირი გქონდა, სადაც გავაჟღერეთ ეგ ამბავი, ანუ დანარჩენ თანამშრომლებთან შეთანხმებული ქონდა. ყველას უნდოდა რა. გავაჟღერე ამ თათბირს ეგ ამბავი. ის მომიტრიალდა და ეს რას ისულელება ვიფიქრეთ რა რანაირად უნდა გააკეთო, ანუ მოკლედ გამიკრიტიკა რა, ის რას თვითონ უნდოდა და მოუგვარა. ეგეთ სიტუაციებსაც ხშირად ხვდები, მაგიტომ მენეჯერის პოზიცია ძალიან რთულია ხოლმე რა. მე გავიგე აბსოლუტურად. ხა მაინტერესებს მენეჯერმა აი იქსევ ეგოიზმზე რო ჩავიდეთ იმ თანამშრომელზე და პირველობა რო უნდა იმ თანამშრომელზე და ჭრილში როა იმაზე, როგორ უნდა აღმოაჩინოს ის ჭრილში ვინც არის და როგორ უნდა დააოკოს. ძალიან მარტივად დავალებები მისცეს ცალ-ცალკე რა. ან ერთი და იგივე დავალება მისცეს ორივეს, შენთვის გააკეთე, შენთვის და ორივესგან თვითონ მიიღოს რა და მე არჩიოს რომელი ჯობია. ეგ არ არის რთული. ანუ ნახე იმ ადამიანის აღმოჩენა თუ ძალიან ინტროვერტი არ არის, ვისაც რაღაცა უნარი აქვს და საქმის კეთება შეუძლია, არ არის ძალიან რთული. უბრალოდ სურვილი უნდა გქონდეს მაგის და აკვირდებოდე რა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის ხოლმე კიდე რა. იმაში რომ შეხედო მაგალითად იმებში რომ მუშაობენ რა ქვია კაცო მარკეტებში რომ მუშაობენ იქ ხო ხელშეკრულებას სხვა რამეზე გიფორმებენ და მე აკეთებ ამას კონსულტანტიც ხარ გამყიდველიც ხარ საწყობის მუშაც ხარ რა ვიცი მძღოლიც ხარ ყველაფერი ხარ რა ალბათ ხო და პლუს მაგას ეს მენეჯერი მოდის შენთან და გეუბნება რომ უნდა იყო კიდეც მაგრამ უნდა ქნა შენ უნდა აკეთო და როცა მაგხელა სტრესი გაქვს სამსახურში და კიდე ზემოდან საყვედურს გეუბნება ვიღაცა მან ძალიან არაჯანსაღი და ისეთი ტოქსიკური გარემო იქნება. კი. ფსიქოლოგიის ჭრილში ტოქსიკური როგორ არის ქართულად? მომწავლელი გარემო იქ. ფსიქოლოგიურ ჭრილში რაც მინდოდა მეთქვა, ეგოიზმი როგორც თავდაცვის მექანიზმი თქო გამოიყენება თანამშრომლების მხრიდანაც, მენეჯერის მხრიდანაც და რას გულისხმობს? როგორც თავდაცვის მექანიზმი ეგოიზმი რას ნიშნავს? მაგალითად, თუ საქმე გააკეთეს არასწორად, ან რაღაცა არასასურველ შედეგი მიიღეს, მენეჯერი ამბობს, რომ იცი რა, ეს დავავალე ამ თანამშრომელს, ვერ შეასრულა. მე რა ვქნა ძმაო? მე ყველაფერს სწორად გავაკეთე. ეს ცუდ ჭრილში შეიძლება ეგ ავიყოთ ეგ მაგალითი, მაგრამ ზოგადად ეგოიზმი ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე, კარგი რამეც არის. ძირითად შემთხვევაში კარგია. ხო, ძირითად შემთხვევაში. ხო და მე წერას იცი რა არის, ცოტა უარყოფითი კონოტაცია აქვს, იმიტომ რომ ძირითად ნეგატიურთან ვაკავშირებთ ხოლმე რა, თორე ხო. და მე ესეთი რამ მქონდა რა, რომ ეს არის საკუთარი სივრცეების დაცვა. რაც ამისთვის იყენებენ და რა ვერ მივხვდი რას გულისხმობ. როცა ეგოისტურად უდგები რაღაცას. ნუ არ გულისხმობ, კარგ ჭრილში გულისხმობ. ამ შემთხვევაში არასთქმას შეგიძლია. რაღაცნაირად საკუთარ სივრცეს, აი, საზღვრებს იცავ ამის თქმით და საზღვრებს იცავ და ასევე თვით შეფასებაც ზეც მოქმედებს. კარგ ჭრილში რო ავიღოთ. ეგოიზმი კარგ ჭრილში თვით შეფასებაზე მოქმედებს. ხო, მოქმედებს. კი ბატონო. ორივე მხარეს ოღონდ.
კი ბატონო. შეიძლება გაზარდოს, შეიძლება პირიქით შემცირდეს. ამიტომაც თავდაჯერებასაც გვიზრდის, ხო? რაღაცა დავალება თუ მივიღეთ და ცოტა ეგოისტურად მივიდე, ეგოისტურად მიდგომა ხა მეც რომ ამბობ, რომ ახმოვანებ, რაღაცნაირად სუდისკენ მქაჩავს. გუნდურობაში როგორ გამოიხატება? მე მქონდა ესეთი ჯანსაღი და ტოქსიკური კონკურენცია თქო. და როცა გუნდურობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ჯანსაღი კონკურენცია ირთვება ალბათ. კონკურენცია თუ საერთოდ შეიძლება დავარქვათ ამას. მე და შენ რაღაცაში ვართ კონკურენტები. და სასწორზე დგას ის, რომ ჩვენ შორის რომელიღაცა უნდა დააწინაურონ. ერთ საქმეს ვაკეთებთ, გუნდურად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რომელიღაცა უნდა. ხო. მანდ მე თუ იმას რა ქვია, თელ რესურს არ გავიღებ ჩემსას გამოდის რომ საქმე გაფუძდება, ხო, არ გამოვა კარგად. ანუ შანსი იმისა რომ მე ვიყო, ის ვისაც დააწინაურებენ, მაინც დაბალია. ხო ესეა? თუ გავიღებ, მაშინ შანსი იმისა რომ საქმე გამოვიდეს და დამაწინაურონ, გაიზრდება. მაგრამ შენი დაწინაურების შანსიც იზრდება, ხო? ის შენ თუ საქმეს კარგად არ გააკეთებ, შანსი იმისა რომ შენ რაღაცა დაგაწინაურონ, მაინც მცირეა. კარგად თუ გააკეთებ შენ შანსსაც და სხვისასაც ხო, ამიტომ მაინც ჯობია რომ კარგად გააკეთო, ვიდრე ის რომ რაღაცა დაზიანდეს ან დაზარალდეს ამის გამო. შენ თვითონ რო არ დაზარალდე. ჯანსაღი კონკურენცია სამსახურში გვაძლევს мотивაციას თქო და უფრო ვითარდები ამ ყველაფრით. როცა ჯანსაღია კონკურენცია, ახლა შენ რაზეც ისაუბრე თუნდაც თანაბარი პირობები გაქვს. ესე იგი мотивაცია შეიძლება გაგიზარდოს იმით, რომ ესე იგი აქ შემიძლია უკეთესად წარმოვაჩინო ჩემი თავი, ან დაწინაურების ამბავი როცა თქვი, პერსპექტივა მაქვს რომ დავწინაურდე. როდესაც ორი ადამიანი ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობს და მე ერთი წინაურდება, ძირითად შემთხვევებში შეიძლება გაჩნდეს ტოქსიკური გარემო რა. მე ვჯობდი იმას და ხო, მაგას გულისხმობ. სულაც არ გაჩნდება мотивაცია, რომ ის რადგან დააწინაურო, შეიძლება შემდეგი მე ვიყო. არა, ეგ შეიძლება შემთხვევაში გაჩნდება. ხო, შეიძლება მაინც იყოს ეგ, მაგრამ უფრო ესეთი დიდი ალბათობით ის არის, რომ ნახე, ის რატო დააწინაურეს? არის რომ მე ვიმსახურებდი ამას. ანუ ეგოიზმი მან უფრო ხო ხდება ხო. და ტოქსიკური გარემოში შეიძლება იყოს ბულინგი, ინტრიგები, ანუ ჭორები, ჩაშვება უბრალოდ ტოქსიკურ კონკურენციაზე. სადაც იყო ბულინგი, ჭორაობა, ინტრიგები, ჩაშვებები. ზოგადად აქაც ჩანს თქო ეგოიზმი. თითოეული ადამიანის მხრიდან და თანამშრომლის მხრიდან ჩანს ალბათ ეგოიზმი. ჩემთან არის ხოლმე როცა მოდიან თანამშრომლები რა და რაღაცა თავის შეიძლება იმაზე პირადზეც გითხრან რამე. მე დავდგე ხა და მოუყვე ნახევარსკოლას რა. იცი რა მოხდა? ზოგჯერ ესეთი ინტრიგები შეიძლება მენეჯერის მხრიდანაც მოდიოდეს. ჭორები, ჭორაობები. ანუ არიან ხოლმე ეგეთი მენეჯერები, რომ ეხლა თანამშრომლებს დაუძახებენ. რაღაცა ჭორაობენ სპეციალურად ხო რაღაცებს და რაში აწყობთ თქო ესეთი რამე რომ უფრო დაძაბული და მოჭიმული იყო თანამშრომელი? ნუ დაყავი და იბატონეს ამბავე. ხო, ალბათ. შეიძლება გუნდურ მუშაობაზე თუ ფიქრობ, რანაირად შეიძლება რომ ესეთი რამე გააკეთო. ან შეიძლება ეგ იყოს გამოცდა. რომ ადამიანს უთხრა ეგეთი ამბები იმისთვის, რომ ნახო გაბაზრდება თუ არ გაბაზრდება. შესაძლოა გამოცდა იყოს, ხო და იმ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან კიდევ არ ვიცი, ძალიან საშინელი დამოკიდებულება და პატივისცემა საერთოდ ქრება ალბათ სხვა კოლეგების მხრიდან. მის მიმართ. ხო, თავისთავად. და მარტო ეგ არა რა, ანუ მენეჯერის მიმართაც წესით უნდა გაგიქრეს პატივისცემა, რომ რაღაცა ისეც გეუბნება სხვაზე, რაც შენ სამუშაოს არ უკავშირდება და ანუ იმ ადამიანის პიროვნება შეიძლება ეხებოდეს რა. იგივე ეხება ჩაშვებებს კიდე რაც არის ხოლმე. კოლექტიური ფსიქოლოგია თქო. აი მაგალითად გონდური მუშაობისას ყოველთვის ჩნდება ლიდერი და ვიღაცა კიდე როგორც წეგან თქვით ჭრდილში რჩება. აი ესეთ კოლექტივებში ალბათ ეგოიზმის დონე თუ საერთო შედეგს შეეხება საქმე, ეგოიზმის დონე ჩემი აზრით უნდა იყოს ესეთი რა დაბალანსებული. რომ შედეგი დაიდოს ისეთი, როგორიც უნდა მენეჯერს, დიდ ორგანიზაციებს გულს. დიდ ორგანიზაციებს, ხო.
ხო, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს. სადაც ბევრი ადამიანი ერთ შედეგზე მუშაობს. გუნდური მუშაობა რო წარმოვაჩინოთ, მე ესე ვფიქრობ, რომ ან თითოეულ თანამშრომელში ეგოიზმის დონე ისეთი დაბალანსებული უნდა იყოს, რომ ან ვიღაცა არ წამოიწიოს, რომ არ დაზიანდეს საერთო შედეგი საბოლოოდ. თუ გჭირდება იდეები, ალბათ უნდა წაახალისოს ტიპი რაღაცა, არ ვიცი, დაწინაურება იქნება, ხელფასის მოტება იქნება თუ უბრალოდ მეტი დავალების მიცემა. ალბათ უნდა წაახალისო, მაგრამ ანუ ნახე, ეგ არის სწორი ქცევა, რასაც შენ ამბობ. მაგრამ გაქვს რაღაცა მიზანზე უნდა გახვიდე. გაქვს ცაიტნოტში ხარ რა, ცოტა დრო გაქვს ძალიან. გაქვს ამის შესასრულებლად. ხო და არის ტიპი, რომელიც შეიძლება ძალიან შტერობას გეუბნება, მაგრამ რაღაცა იდეებს გესვრის რა, ეს ხო არ ვქნათ, ეს ხო არ ვქნათ და არის მეორე, რომელიც ჩუმად არის. ხო, მაშინ უნდა დავაბალანსოთ, რომ მოდი, ეს უნდა შევასრულოთ ახლა, რაც გვაქვს მოცემულობა, ის უნდა გავაკეთოთ და ეს იდეები ცოტა ხანი გვერდით უნდა გადავდოთ, იმიტომ რომ რაც მოგაწოდეთ, ის უნდა შევასრულოთ. არ გვინდა ზედმეტი იდეები, რადგანაც დრო გვაქვს ცოტა. და მეორე ტიპი იქნება, რა ქვია, უკმაყოფილო შენით. უკმაყოფილო იქნება, მაგრამ ესე ხო არ არის ხოლმე, ზოგი უკმაყოფილოა ჩვენით, ზოგი უკმაყოფილია ჩვენით, ზოგჯერ ესე ხდება, ზოგჯერ ისე ხდება. გახდა პირდაპირ მენეჯერი გახდა, ეხლა თან ისეთი ტოქსიკური მენეჯერი. ზოგი უკმაყოფილო ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. გეთანხმები მაგაში? იმიტომ რომ დავალება თუ გაქვს რაღაცა, რა სიგამ ახლა. გეთანხმები მაგაში. მაგრამ ზუსტად მასე ფიქრობენ ის მენეჯერებიც, რომ ყოველთვის ყველა კმაყოფილი ვერ იქნება და გამოდის საბოლოოდ ისე რომ არავინ არასდროს არ არის კმაყოფილი. სულ ეგ ცაიდნოტია. ყველგან თან. უბრალოდ მეორე მხარე გამახსენდა და ადრე ვისაუბრეთ და მე იმხელა ის მოყვა. ჯარი და საპოლიციო სისტემა რო ავიღოთ. ხო. აქ ხო რაღაცა აი მაშინაც ხო თქვით, რომ ეგოიზმის დონე ალბათ რაღაცა ისე უნდა იყოს, რომ დაბალანსებული ყველასთან ესე. ხო, კი, ეგ ხო ცალკე ეს არის რა, სტრუქტურაა და ხო და მაგას ვამბობ, აი ყველგან განსხვავებული არის მიდგომა, თქო, რა უნდა იყოს მიდგომა ყველა სამსახურში განსხვავებული. და ყველა სამსახურს შესაბამისად ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. ხო, ახლა კონკრეტულად მე რო ეს თქვი, შეიძლება რაღაცას წაადგეს, მაგრამ რაღაცას არ მოერგოს. ხო. რეცეპტი არ არის, რომ ესე მოიქეცით და სწორი. ვერ იქნება, ხო. და კულტურებს შორის განსხვავებაც მინდოდა მეხსენებინა. ზოგი კულტურა ხო არის ეს კოლექტიური, ზოგი ინდივიდუალისტური მიდგომებით და შესაბამისად იმ კულტურებში კიდე სხვანაირი. ჩვენ რომელი ვართ? ჩვენ რომელი ვართ და არ ვიცი რომელი ვართ. იმიტომ რომ თითქოს ინდივიდუალიზმს ვაწვევით, მაგრამ თავად არ გამოგვდის. ხო, ჩვენ არ ვართ ინდივიდუალისტური, ჩვენ კოლექტიური უფრო ვართ რა. ესე რეტროსპექტიულად შეხედავ, უფრო კოლექტიური კულტურა ვართ, უფრო აზიური, მაგრამ ეგრეთ შეეხება ჯგუფში ურთიერთობას რა. მაგრამ ისე ევროპული ღირებულებები ძალიან ბევრი გვაქვს. და ინდივიდუალისტური მიდგომები ხო, უბრალოდ ანუ კორპორატიული კულტურა გვაქვს უფრო აზიური. ჩემი აზრით. ჯერჯერობით ისევ ესე არის. ხო. ეგ არ ნიშნავს, რომ ეგ ცუდია. არ არის ცუდი. მე პირადად აზიური უფრო მომწონს ვიდრე. ამ შემთხვევაში რაღაცა დედლაინი რო გაქვს მოცემული, ის გუნდი კარგად შეასრულებს, როცა კოლექტივის ხო, ისე თანამშრომლობა ხო აზიურ კულტურაში უფრო მეტია, ხა იაპონელი ტიპები ან რა ვიცი, ჩინელები, რა სამხრეთ კორეელები. უფრო მეტად თანამშრომლობენ ერთმანეთთან იმისთვის, რომ კონკრეტულ მიზანზე გავიდნენ, ვიდრე ესენი გერმანელები. ამერიკელები კიდევ უფრო ინდივიდუალისტური. რჩევებზე გადავიდეთ. გაცნობიერე საკუთარი ეგო თქო, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ. კითხე შენ თავს, ეს გუნდს უფრო ჭირდება, ამ შემთხვევაში თუ მე უფრო მჭირდება. ან ილია სიტყვები გაიხსენე, ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე თუ როგორ არის აღარ მახსოვს. და თვით რეფლექსია მქონდა კიდევ. ეგ ძალიან კაია. ხო. საკუთარი თავი თუ გუნდის წარმატება, ანუ სად დავიცოთ ბალანსი თქო და ეგ ალბათ კონკრეტულ და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, როგორც წელან თქვით და ესე ინდივიდუალურ განხილვასაც საჭიროებს. უბრალოდ როცა შენ თავს უღრმავდები, მაშინ პასუხები უფრო მარტივია ხოლმე. და შენ თავს რაღაცა კითხვებს უსვამ, განიხილავ. ხო ესეა. ოღონდ ძალიან რთულია ეგ რა, შეიძლება აირიო შენ თავს.
ხო, იმიტომ რომ სუბიექტურად აფასებ სიტუაციას, რა თქმა უნდა. და ისედაც რა, ანუ ორივე მხარეს თუ შენ მიდიხარ, არგუმენტებსაც ხო შენდებ ორივე მხარისას რა. და ცოტა ის ხარ. იმის პერსპექტივიდან ვერ იყურები და მაინც შენი პერსპექტივიდან. მეორე მქონდა ჯანსაღი კონკურენცია. სხვასთან შედარების ნაცვლად, უბრალოდ ის კითხე შენ თავს, კითხე კი არა და უბრალოდ გაანალიზე ის, გუშინ ძელზე კარგად დღეს გავაკეთებ მე ამ საქმეს, ან დღევანდელზე კარგად კიდე ხვალ გავაკეთებ და ასე შემდეგ. всё, ორჩერჩევებ. არა, კიდევ მაგ ამ ჩაშლა როცა მოგინდება შემოჭერი ეს. მესამე მქონდა მკაფიო კომუნიკაცია თქო. პრობლემებისას გამოიყენე მე მესიჯები თქო. და აღწერა შენი ემოციები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლია რა თქვა რომ მე ბავშვებს ასწავლეთ ხოლმე მაგას. მე მესიჯებს. მე მესიჯები და შენ მესიჯები. განგვიმარტე თუ შეიძლება. მე მესიჯები არის აი შენ რას თქვი რა მე ვქრცნობ თავს ესე და ესე ამის და ამის გამო. შენ მესიჯები არის შენ ეს რო გააკეთე, ნუ ძალიან მარტივია რა. შენ რო ეს გააკეთე, ამან მე თავი მაგცნობინა ესე. კი ბატონო, და სამსახურში გამოგვადგება ეს? კი, როგორ არა. რო დააფიქსირო შენი პოზიცია, როგორ არ გამოგვადგება, მეც ესე ვფიქრობ. კი, გამოგვადგება. შემდეგზე გადავალ ფოკუსირდი საერთო მიზანზე, თქო და შეახსენე გუნდს რომ ერთად მუშაობით რაღაცა შედეგს დადებთ, ან რაღაცა ეგ მენეჯერი თუ ხარ. ხო, მაგრამ თუ თანამშრომელი ხარ, ამ დროს რა არ არის კარგი რომ შეახსენო გუნდს. შეახსენო შენ თავს. არა, შენ თავს რა შეახსენო კი, მაგრამ გუნდს თუ შეახსენებ, იქიდან წამოვა რომ შენ მენეჯერად გვინდა გნიშნა. და მე მქონდა რომ ამცირებს მე კულტს თქო. როცა ახსენებ საერთო მიზანზე ფოკუსირდით თქო, ამცირებ მე კულტს, ანუ სადღაც ეგეც ზედა პოზიციიდან. ეგოისტ კოლეგასთან ურთიერთობის სტრატეგია მქონდა კიდევ. ნუ ეცდები მის შეცვლას მეთქი, აი წეღან რაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ხო ესე გქონდა. აი სხვის შეცვლა კი არა, საკუთარ თავიდან, ანუ აქედან უნდა დაიწყო ცვლილებები რა. ისედაც ანუ სხვის შეცვლა შენი მიზანი საერთოდ არ არის, ხო? რაც გინდა რომ შეცვალო. ვიღაც შეცვალო. კი ბატონო, მაგრამ აი ჩემს ძველ სამსახურებს გავიხსენებ კიდევ, რომ იყო ხოლმე იქ, რომ აი ის ნაკლებს მუშაობს, მე ამდენს მუშაობ და რატო აკვირდები? შენ რაც გაქვს დავალება, შენ რაც გაქვს ანუ ნახე, მე რო ვაკეთებდი ჩემს დავალებას, ჩემს იმას დამიმსახურებია რაღაცა ქება, ასე ვთქვათ, ან რა წახალისება და რატო უნდა ვუყურო იმას, რომ არ მუშაობს თუ მუშაობს, კაცო, იმას მიხედავს, ვინც საჭიროა. უბრალოდ ხანდახან ესეთი რაღაცა კონცენტრაცია გააკეთო შენ თავზე და შენ საქმეზე. კი, უბრალოდ ესეთი რამეები, რომ აი ვიღაც არ მუშაობს და შენ უფრო მეც მუშაობ, მაინც რაღაც გრუზავს ხოლმე რა სიტყვა რო გამოვიყენოთ. კი. მაინც არის ხოლმე ეგეთ შემთხვევები. შეიძლება. და ამიტომ ძნელია ხოლმე მაგაზე კონცენტრირება, რომ აი მოდი რაც ამავალეს ის გავაკეთო და იმას არ ვუყურო. კი, გეთანხმები. მაგრამ მე მგონია რომ მაგაზე ჩაციკლა არ ღირს რა. არ ღირს, უბრალოდ აი იშვიათია ადამიანი, რომ ეს მეორე მხარე არ ქაჩავდეს. არა, ნახე რას ვამბობ, მურჩა ის არჩევები? ჩაერთე და მე გავაგრძელე. კაი. მე მგონია რომ ყველაზე ესეთი კარგი სტრატეგია მაგ დროს და რჩევა არის ეგ, რომ თუ კი შენ, ანუ უნდა გააცნობია რომ რატო ხარ იმ სამსახურში რა, რა გინდა იქ. ტოქსიკური გარემო გააქვს ვერცლი თუ გიღირს იქ მუშაობა იმისთვის რომ რაღაცა მიზანს გინდა მიაღწიო ცხოვრებაში ან გამოცდილებას იღებ ან რა ვიცი მე რაღაცას აკეთებ რა შენთვის სასარგებლოს მაშინ შეგიძლია დარჩე თუ ხელფასი გაქვს კარგი და გინდა რომ ეს მოაგროვო თანხა იმისთვის რომ რაღაცა იყიდო ან მე არის ხა ძალიან პოპულარული მანქანა არა რა მე ისეთი მინდა iPhone-ი გინდა რომ იყიდო მაშინ დარჩი იმუშავე და იყიდე ის iPhone-ი და ის ნეგატივის მას რა ქვია გამოსწორებას მოეცდები რა ანუ შენი პირადი მიზანი უნდა გქონდეს საითაც მიდიხარ და არა ის ორგანიზაციას რა ჭირდება ეხა როგორ იქნება და რანაირად იქნება შენ რას იღებ იმ ორგანიზაციიდან იმაზე უნდა კონცენტრირდე და თუ ეს არის ვერ იღებ იმას რაც გინდა მაშინ
უნდა დაფიქრდე, გიღირს თუ არა მან მუშაობა. თუ ნაწილობრივ მაინც ეხა გადაწყვიტო, გიღირს იმათ, რომ ამ ტოქსიკურ გარემოში იყო. თუ საერთოდ ვერ იღებ, მაშინ უნდა ადგე და წამოხვიდე. კი ბატონო, გამახსენდა რამდენიმე ადამიანი და შემდეგი მქონდა ინტელექტი ჩართე თქო. და აღნიშნე ფილოგზია ჩართე გამართა. ჩართე გამართა ხო. აღნიშნე და დაუფასე თანამშრომელს ისევ მენეჯერული პოზიციიდან რომ თქვა თუნდაც თანამშრომელს ანუ შენივე დონისას ასე ვთქვათ რომ აუღნიშნო რომ აი დღეს რა კარგად ანუ ამას რა კარგად გაართვითავი ის რა კარგად შეასრულა ეგეც წამხალისებელი და მომოტივირებელი არის არის ნამდვილად და კიდევ უფრო კარგია ჩემი პირადი აზრით რაღაცა ხელი მივაფარე მე მგონი ჩემ პირადი აზრით, როდესაც რაღაცა არასამსახურეობრივ ზეუბნები კომპლიმენტს, ეგ ბევრად უფრო მომოტივირებელია, ვიდრე ის, რომ ვაუ, შენ Excel-ში რა მაგრათა აწყეს ფაილი რაღაცა, ნაკლებად რაღაც. ასე გონია? კი. იქნებ სამსახურს რო ეხება, ის უფრო მომოტივირებელია. მენეჯერის მხრიდან ხება. მენეჯერის მხრიდან. არა. ნახე, როცა შენ ხედავ იმას, რომ ის შენი მენეჯერი კი არის, მაგრამ შენი პირადითაც ინტერესდება, ხო? და იცის და ხო. ხო, ეგ უფრო დიდ мотиваციას გაძლევს რა, ვიდრე ის, რომ შენ ხუთიანზე გააკეთე ახლა საქმე. თუმცა ორივე მნიშვნელოვანი არის. ემოციური ინტელექტი მქონდა. და როცა ემოციური ინტელექტის ეპიზოდი მქონდა მენეჯერებს ცალკე შევეხეთ და გავუსვით ხაზი. და ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯერს კი არა თანამშრომელს და ყველა ჩვენგანს რო კონდეს ემოციური ინტელექტი. ხო. შეიძლება დაინახო რა დგას სხვების ქცევის უკან. ანუ სხვის პერსპექტივით როცა ხედავ რაღაცებს ამ შემთხვევაში გაიგებ. ან ქცევის წინა პირობებს აი სხვათა შორის არ არის ცუდი, ეგ აი რაღაც თქვი ახლა. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვამბობთ რომ ნებისმიერ ქცევაზე როცა მუშაობ თუ წინაპირობას იგებ, ერავი წინაპირობაში და იქიდან შეგიძლია მე შეცვალო ადამიანების ქცევა რა. უფრო მარტივ ხო. და თუ კი დააკვირდები იმას, რომ აი მაგალითად ხო არის ტიპები, რომლებიც ეტენებიან მენეჯერებს, უხეშავთ რო ვთქვათ რა. ან რაღაცა არ ვიცი ინფორმაციას ავრცელებენ არასწორს იმისთვის, რომ რაღაც სარგებელ შეიძლება ელოდებოდნენ თვითონ. თუ გაიგებ მაგის მოტივს მე ცოტა უფრო გეცოდება ის ადამიანი, ვიდრე ის, რომ ამას როგორ აკეთებს. ხო, ეგ მქონდა ზუსტად, რომ კრიტიკას მხარდაჭერას შობს თქო. ხანდახანდა, ნუ ეხლა მხარდაჭერა არა, მაგრამ შეცოდება. ხო, არა, შენ თავში იცი, რომ აი ამას აკეთებს ამის და ამის გამო და თუ ოდნავ მორალური ღირებულებები გაგაჩნია ადამიანს და იცი, რომ შენ მაგას ვერ იზავ, მე თითქოს გეცოდება ის ადამიანი რა. და ბოლო მქონდა პირადი საზღვრების დაცვა თქო, რაც უმნიშვნელოვანესი არის და აქვე მინდა ვთქვა ის არას თქმა. რაღაც დავალებებს. სამწუხაროდ მე მიჭირს ხოლმე ეგ. რაღაცებს. ხო, ალბათ უმეტესობა ჩვენგანს უჭირს მithumetes სამსახურში. და რა იწოს მაგ გაჭირვებას ან უბრალოდ ადამიანურობა და ადამიანური მიდგომა თუ იმის შიში რომ მე თუ ჩვენზე მაღლა მდგომიაზე მდგომია სამსახურში დაკარგვი შიშიან რა ვიცი მსგავსი რა ხო არა. ჩემ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვი შიში არ არის. მაგრამ შეიძლება იყოს ეგეც ალბათ ვიღაცებისთვის. ხო, შეიძლება. მე უფრო ის მოქვს რა მე მგონი ადრეც თქვი სადღაც რომ თუ ხედავ იმას რომ შემიძლია რაღაცა მარტივად გავაკეთო და ჩემთვის ძალიან დიდ სირთულესთან არ არის დაკავშირებული, მაშინ რატომაც არა გავაკეთებ, მაგრამ როცა უკვე ვალდებულებად მიხდიან იმას, რაც ჩემი საქმე არ არის, ხელშეკრულებაში არ მიწერიან, უბრალოდ არ უნდა ვაკეთებდე, ან даже ეხლა მქონდა რაღაცა ისეთი შემთხვევა, რომ რაღაცა ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც საერთოდ არ იყო რა ჩემ ფუნქციაში. ხო. და მან ძალიან დიდი პროტესტი გამიშთა, რომ ისედაც ვაკეთებდი რა მაგ საქმეს. უბრალოდ რომ მავალდებულებ მაგას და თან არ მეუბნები იმას, რომ ამ თუ ინფორმირებასაც არ მიწევ, როგორ უნდა ვთქვა? ინფორმაციას არ მაწვდი წინასწარ ალბათ რა ვიცი. მაშინ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს რა, მეთქი ანუ ადამიანად ჩამთვალე და რაღაცა მითხარი მაინც. და იგივე აი სულ თავში ვისაუბრეთ მე მგონი ელემენტარული მარკეტინგის
კონსულტანტებზე და ასე შემდეგ, რომ უამრავ დავალებას ასრულებენ და აძლევენ, რაც არ ეხება მათ და თქვათ არ წერია მათ ხელშეკრულებაში, რასაც თავიდან ხელს აწერენ. და აი იმათ არასთქმა ალბათ იმიტომ უჭირთ, რომ იმ დაბალ ხელფასზეც თანახმა არიან. შეიძლება კიდე არა რო თქვან და გაათავისუფლონ, ალბათ აი მაგის შიშით. ან იცი როგორ ამართლებენ ხოლმე მაგას? HR-ები რომ მე მგონი ნებისმიერ ხელშეკრულებაში წერია ის რა. იმის მენეჯერის დავალებების შესრულება. სხვა მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება. წერია. ჩემთანაც კი ეწერა. ხო. და მაგ და კონკრეტებული არ არის. არ არის და მან ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გაიყანა რა. და ვიღაცა გავალობს. დავასრულოთ აქ. დავაი. ძალიან გვინდოდა რომ სრული პასუხი გაგვეცა იმ კომენტარისთვის, რაც თავიდან ვახსენე. მე მგონი ვერ გავეცით ბოლომდე, მაგრამ შევეხეთ რაღაცეებს და იმედი მაქვს, რომ მაინც რაღაცა რამე დაგვიკონკრეტეთ ხოლმე უფრო მეტად, აი ესეთი კონკრეტული კითხვა მოგვეცით და იმაზე ვეცდებით, რომ გაგცეთ პასუხი. კი ბატონო, ამაზე კიდე ბევრი ჩაშლა შეიძლებოდა. უბრალოდ ასე თუ ისე ყველაფერს გვინდოდა რომ შევხებოდით და ძალიან გრძელი თემაც რომ არ გამოგხსოვდა ჩვენი ვიდეო და პოდკასტი, ესე გადავწყვიტეთ. ეხლა გემშვიდობებით შემდეგ პოდკასტამდე, მანამდე კი გეტყვით რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, დალაიქოთ, დაგვიკომენტაროთ იმისთვის რომ გქონდეს უფრო მეტი мотиваცია, და ზარის ღილაკი ჩართოთ. ვიდეოებისთვის. ჩაო.